საღამო მშვიდობისა, ეს TV პირველია, მე ეკა ჩხეიძე ვარ და პირველი სტუდიიდან მოგესალმებით. დღევანდელ ჩემს სტუმართან შეხვედრა ცოტა არ იყოს მაღელვებს. რთულია მასთან ტელეწამყვანობა იტვირთო და კითხვები დასვა. თუმცა მომიწევს. სტუმრად ყავს ქალი, რომელმაც ქართულ ჟურნალისტიკაში ეპოქა შექმნა. მისი ცხოვრების ყველა ეტაპზე საინტერესო, აქტუალური, ენერგიული და გამორჩეული ინგა გრიგოლიაა დღეს ჩემთან. მოდი ინგა. მადლობა რომ პირველი სტუდიის მადლობა რომ მოგიწვიეთ, როგორ ხარ ეკა. მადლობა შენი დროისთვის, რომელიც ვიცი რომ არ გაქვს არასდროს. კარგად გამოიყურები, მინდა გითხრა და ვიდრე საუბარს დავიწყებდე, თავადაც არაჩვეულებ. მადლობა. 0%-იანი ბრომატით ცისწყალი უნდა შემოგთავაზო ჩვენი ჯანმრთელობისთვის. უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს სრულფასოვან ცხოვრებას. შენ რომ ჩემი მაცივარი ნახო? სავსეა მთისწყლით. მთისწყლით ერთხელ გამოვაღე მაცივარი და აღმოვაჩინე, რომ სამი განყოფილება აქვს და სამივეში გადატენილი იყო მთისწყალი და გადაუღე სურათი და ჩაუგდე თემურ ჭყონიას. მეთქი, ბატონო თემურ, ჩემზე მაგარი, მომხმარებელი. მთისწყალს არ ყავს, თქო, მართლა ძალიან მიყვარს. როგორ ხარ? არა ნიშავს, მადლობა. როგორ შეეფერება დღევანდელობას? ძირითადად დაღლილი. მაგრამ როგორც აღნიშნე, ყოველთვის იყავი საინტერესო, აქტუალური ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა? ცხოვრების ალბათ შემოდგომა? ყოველ შემთხვევაში კარიერული ცხოვრების ნამდვილად, კარიერული ცხოვრების ალბათ შემოდგომა. ანუ გვიანი შემოდგომა, ცოტა კი. ცოტა კი. 55 წლის გავხდები მარტში. პროფესიული ცხოვრების ასაკიც ისეთია, რომ დავარქმევდი ალბათ კი, ჩემი ცხოვრების შემოდგომა. მესაკიც გადასარევია, მინდა გითხრა. არაჩვეულებრივი ეკა. ისეთი კარგი ასაკია, სულ ვამბობ, რომ ეხლა რო ვცხოვრობ, ეგეთი ჭკუით, ეგეთი დაწურული ემოციებით, თვითკონტროლი, რომელიც უკვე ძალიან ბევრ რაღაცას მარტივად galახინებს. ალბათ ესე რომ მეცხოვრა, ვიქნებოდი ერთი უპრობლემოდ ნაცხოვრები ქალი. თუმცა მაინც გაზაფხულს გისურვებ შინაგან. რა თქმა უნდა, ალბათ ის სიგიჟეებიც, რაც მაგალითად ჩემი ცხოვრების გაზაფხულზე მქონია, საჭირო იყო ეგაა ცხოვრება. აბა ეხა სულ შემოდგომის განწყობა ძალიან მოსაწყენი იქნებოდა. ინგა, რა არის შენი პერსონის მთავარი საიდუმლო? აი როგორ შექმენი ინგა გრიგოლია? არ ვიცი, არ მიმუშავია. თავიდან მქონდა მცდელობები, ვმუშაობდი ხოლმე, იმიტომ რომ კატასტროფა იყო ჩემი მაღალი ტემბრის გამო, ხმის მაღალი ტემბრის გამო, პირდაპირ ეთერში ჩემი გამოვარდნა და თავიდან იყო მცდელობები ჩემი მხრიდან, ვიდექი ხოლმე სარკესთან მეცადინეობდი, რომ ცოტა გამეკონტროლებინა ემოცია, ცოტა დამეწია ხმისთვის, მაგრამ აღმოვაჩინა, რომ არ გამომივიდა და მე საგანგებო და აღარ მიმუშავია ეკა, იმიტომ რომ რაწამშიც ეთერში მქონია მცდელობები, რომ ხმისთვის დამეწია, მეკონტროლებინა, აი როგორ ვსაუბრობ რა ტონალობაში, იქვე ვირევი რა, ანუ მე მთავარი საფიქრალი მე ხო, მთავარი საფიქრალი მეკარგება და სადღაც რაღაც ეტაპზე ძალიან მალევე მივხვდი, რომ ამაზე ფიქრი და ნერვიულობა არ ღედა. არასოდეს არ მიმუშავე რაღაც საგანგებოდ, აი სატელევიზიო იმიჯი, შენი რენომე, რომელიც უნდა შექმნა, უნდა შეფუთო, ფურფუშელები უნდა მოაყოლო, რაღაც უფრო კაი ტიპი რო გამოჩნდე, ვიდრე შეიძლება იყო. ამაზე ბუნებრივად რაც მოდის. მოდი ვთქვათ ეხლა გულწრფელად, არც არავის უმუშავია. ქართულ ტელესივრცეში ამ მიმართულებით წამყვანებთან ყოველ შემთხვევაში მე ჩემს გამოცდილებაზე ვიტყვი, არასოდეს არავინ არ მუშაობდა, არასოდეს არავის უმუშავია ამ მიმართულებით, არასოდეს არავის უმუშავია ვიზუალური მხარე როგორი უნდა ყოფილიყო, არასოდეს არავის უმუშავია საგანგებოდ რომ აი იმიჯი როგორი უნდა ყოფილიყო. ამ მიმართულებით ეს თვითდინებაზე იყო მუდმივად ქართული ყოველ შემთხვევაში ჩემი თაობის ჟურნალისტებზე შემიძლია ვთქვა რომ აი self-makerები არიან და ყველანი ანუ ჩემი თაობის ჟურნალისტებმა საკუთარი თავი როგორებიც ვართ კარგი, ცუდი, საშუალო, უსახური, კაშკაშა, ვინც როგორი იყო, ყველა
თავისი თავი მოიტანა ისეთი როგორებიც ვიყავით სინამდვილეში და სხვათა შორის აი ჩემი თაობის ჟურნალისტები დიდად არასოდეს განსხვავდებოდნენ მათი რეალური სახისგან როგორებიც ისინი იყვნენ ტელეეთერებში ეგ ძალიან საინტერესო ამბავია ასე რომ ჩემი თაობის ჟურნალისტები ძირითადად რაც იყვნენ ისინი იყვნენ ყოველთვის ეთერში და იმიტომ იყო რა გამოვარდნენ აბჭყვიალდნენ ძალიან ბევრი ცნობილი საინტერესოობასაც ეს განსაზღვრავდა არა ნაკეთები იყო ალბათ და ბუნებრივი იყო არ ვიცი ამას თავისი რაღაცა პლუსი ალბათ აქვს როგორ ფიქრობ აი ინგა გრიგოლია რომ არ ყოფილიყავი შენი ცხოვრება როგორი იქნებოდა მიფიქრია ამაზე სხვა შორის გუში ვეუბნებოდი ჩემს თანამშრომლებს რომ არ ყოფილიყო სატელევიზიო ინგა გრიგოლია ალბათ უფრო მშვიდი ცხოვრება მექნებოდა ვიდრე შემომაჩეჩა ამ პროფესიამ რომელიც არანორმალურად მიყვარდა მთელი ცხოვრება და სულ ამბობ რომ ვარ უბედნიერესი ქალი იმიტომ რომ ძალიან საინტერესო პროფესიული ცხოვრება მარგუნა ბედმა მაგრამ აი გუში საუბრობდით რომ დაღლილი რო ხარ ხო იცი ძალიან ბევრი მუშაობა მიწევს არანორმალურ რეჟიმში მუშაობ და დაღლილი ვიყავით აი მეთქი რა მინდოდა ესე ვთქვი რატო არ დაიწყევლა ის დღე მე რო პირველად ფეხი შევდგი ტელევიზიაში და უცებ მკითხა ჩვენმა ვიზაჟისტმა რომ აი რო არ ყოფილიყავი ზუსტად ეს კითხვა დამისვა თქვა ჟურნალისტი ვინ იქნებოდი და ვუთხარი ისე რომ ბევრი არ მიფიქრია ალბათ იურისტი ალბათ ადვოკატი თქო იმიტომ რომ ძალიან მხიბლავს ეს პროფესია. მონათესავე პროფესია? აი, ძალიან მხიბლავს და ამაზე მე ნაფიქრი მაქვს, რომ მამა ჩემი მთელი ცხოვრება მეხვეწებოდა, როცა უნივერსიტეტში ვაბარებდი. აი, ესეთ საბჭოთა ხუთასანი ბავშვი ვიყავი და როცა გაიგო რომ უნივერსიტეტში ვაბარები, ქართული ენის და ლიტერატურის სპეციალისტი უნდა ანუ ფილოლოგიურზე ვერ გაიგო, იმიტომ რომ ხო იცი, საბჭოთა თაობა მამების და დედების და ზედ კიდე მე ხარ, როდინა მე-20 საუკუნეში რომ ამბობ ხოლმე 1900 რაღაცე, ჩემი შვილი გიჟდება, რომ რა, ნუ იცი ესე ლაპარაკი 1900. ხო და მამა ჩემმა ვერ გაიგო, რომ ეს რაღაცა ხუთოსანი შვილი მისი რა ფილოლოგიურიო და მეთქი რავი, მაინტერესებდა მაშინ და მეხვეწებოდა, რომ იურიდიულზე ჩააბარ, იმიტომ რომ მისთვის იყო აი ძალიან პრესტიჟი, ძალიან უნდოდა, რომ აი ახლა რომ ვფიქრობ, ალბათ ერთადერთი პროფესია, სადაც ჩემს თავს ვხედავ იურისტი, კი, ძალიან უნდოდა ჩემს მშობლებს, რომ გასაკვირველია სამედიცინო და არასოდეს არ მდომებია, თუმცა ყველაზე დიდ პატივს ვცემ ექიმებს მიმაჩნია რომ ყველაზე მაგარი პროფესია ამ სამყაროში აი ყველაზე მაგარი აი სულ სხვანაირად ვუყურებ მაგრამ ჩემი თავი ვერასოდეს ვერ დავინახე ამაზე კატეგორიული ვარი ვთქვი და აი მამა ჩემი მეხვეწებოდა ხოლმე და ეხლა რომ ვფიქრობ ალბათ ძალიან კარგად ვიგრძნობდი თავს ამ პროფესიაში თუმცა არ ნანო არა, რას ნანო გიჟდები იმ ცხოვრებაზე, რითიც მაქვს ნაცხოვრები, პროფესიული ცხოვრება, უაღრესად ბობოქარი, უაღრესად საინტერესო, აი ესე ამოსვლა ჩავარდნა, ძირს დავარდნა, პორჭყნა, მერე უცებ ისევ გამოვა, ძალიან საინტერესო. აი, იცი რა მაინტერესებს, პირველი ამბიცია. მე ვარ ინგა გრიგოლია, როდის გაგიჩნდა? იცი რა არის ძალიან სასაცილო არ ვიცი და მიჯერებ თუ არა მაგრამ სანამ პატარა ვიყავი მაშინ უფრო მქონდა ანუ აი დღემდე მახსოვს და მწხვენია ისე მწხვენია ხომ და ეთყობა იმდენად ჩარჩენილი მაგრამ სულ მახსოვს ახალი დაწყებული მქონდა ჩემი საავტორო გადაცემები და აჭარის ტელევიზიაზე მიმიწვია ქეთუსია იგნატოვამ რენომე ქონდა გადაცემა იქ მკითხა რომ თივის თარიხარო და კი, აბარა მეთქი, ანუ ესე უპასუხი, აი მაშინ საწყის ეტაპზე მეგონა რომ აი მართლაც თარი ვიყავი, მაგრამ მერე უცებ ძალიან მალევე ისეთი დავეპერთხე რა, რომ უცებ ეგ შენი თავიდან ვარსკვლავური ამბიციები, მერე ნელ-ნელა ესე გაქრა. აი დღეს რომ მახსენდება მაშინდელი ამბიცია, მეცინება, თუმცა ალბათ მაგ ამბიციამ შემიწყო ხელი, რომ
მოგიყვანა დღევანდელობამდე. ეს ძალიან ლამაზია ეს მოგონებები, რაც უკავშირდება ამ ყველაფერს, მაგრამ ძალიან რთული მოგონებებიც უკავშირდება ხო ამ პროფესიულ ცხოვრებას და ალბათ ვერ გაძლებდა ნორმალური ადამიანი ამდენი წელი. რომ არა ამბიცია. კარგია. უნდა ქონდეს ჯანსაღი ამბიცია საჭირო. კარგია. ის ჩავარდნებიც კარგია, მერე ხელახლა დაბადებაც კარგია. სწავლობ და იზრდები. კარგია. აი კარიერის დასაწყისში როგორ მიგიღო პროფესიულმა საზოგადოებამ? უკვე როცა შენი სახელით და გვარი გამოიკვეთა. მართლები იყო დამკვიდრების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო იმ თვალსაზრისით, რომ ყველას ეს ერთბაშად მიმღებლობა არ აღმოაჩნდა. რომ არ მოგატყუო, აი მე როცა და მინახავს ბევრჯერ ჩემი პირველი გადაცემები, როცა ვუყურებ, ან როცა შემიხედავს, მეც ძალიან გამიჭირდებოდა, რომ მიმეღო ის ჟურნალისტი, რომელიც იმ გადაცემებიდან მელაპარაკება, იმიტომ რომ ეს პატარა, ცოტა თავხედი, ამბიცია ხო იცი კიდე იქ რაღაცებს, სითავხედეს კიდე უფრო მაღალ ხარისხში წევს, სულიად უკონტროლო ემოციებით, რაღაც ძალიან მეტისმეტად აგრესიული, ანუ ეს ძალიან თავდაჯერებული. ხო, ანუ და თავხედიც რა ესე, რომ დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი და გამაღიზიანებელი ალბათ ბევრი ადამიანისთვის. თან მაშინ ეგ ის ეტაპი იყო, როცა ვიწყებდი, რომ არ იყო მიჩვეული აი ამ ემოციების ქარიშხალს ეკრანიდან, პოლიტიკური გადაცემებიდან მით უფრო მაყურებელი და ძალიან ბევრისთვის ეს აღმოჩნდა შოკი და მიუღებელი. და ვიყავი მარადიული კრიტიკის ქარცეცხლში, მაგრამ გამომაწრთო. ანუ მე მართლა არ ვარ ადამიანი, რომელიც აი პანიკაში ჩავარდება, აკანკალდება, როცა მასზე ეგეთი შტურმი რომ მიდის რა, რაც მაშინ ხდებოდა, აი რა წარმოუდგენელი ისინი ხდებოდა რა, შეტევები, მაგრამ მე პირიქით რაღაცნაირად გამაძლიერა და ეთყობა ისე ძალიან აზარტული ტიპი ვარ, ძალიან აზარტული ვარ და ეთყობა ამან კიდე უფრო მომცა იმისი ძალა, რომ აი უფრო მეტი, უფრო გამენა და აღმოჩნდა, რომ აგერ 1997 წლიდან ვარ იმ საქმეში, რაშიც ახლა ვარ. აი რა თვისებებიც ჩამოთვალე, ხო? წარმატებული ჟურნალისტისთვის აუცილებელია. ეკა, არ ვიცი რამდენად დაიჯერებ, მაგრამ სულ ერთი იყო იმ მომენტში. ჩემთვის იმანეს თქვა, ამანეს თქვა. თავიდან ცოტა მიჭირდა, ბრაზობდი. არ ითვალისწინებდი უკაცრავად ითვალისწინებდი. ანუ ეს კრიტიკა მაინც რაღაცაში გამოგადგა. ვერ გეტყვი რომ სიამოვნებით ვიღებდი კრიტიკას, მაგრამ მიწევდა რასაკვირველია. ყველა ჩავარდნილი გადაცემის მერე და ყველა არც თუ ისე კარგად წაყვანილი გადაცემის მერე მე მიწევდა რომ ყველა იმ შეცდომაზე მეფიქრა და ეგ რაღაცნაირად გამომერიცხა, მაგრამ აი რაღაცნაირი იყო რა, მარტივი იყო მოგერიება აი ამ საზოგადოების რაღაც ნაწილისგან მიუღებლობის. თავიდან ბრაზობდი, მერე ნელ-ნელა მივეჩვიე და ისეთი გამოწრთობილი ვარ ეხლა, რომ ეხლა აი არ არსებობს სამყაროში არ ვიცი ჯგუფი, შეტევა, კამპანია, რომელიც ჩემს დემორალიზებას გამოიწვია. ბევრია ესეთი როგორც ახსენე ჩავარდნილი გადაცემა შენს კარიერაში. ძალიან ბევრია, შემილია რა დაუსრულებლად ჩამოვთვალ. ეხლაც მქონია, აი ეხლაც ამ ეტაპზეც მქონია, რომ რაღაც გინდა რომ კარგად გააკეთო და რაღაც არ გამოგდის. ამას რა იწევს რესპონდენტი, მოუმზადებელი შესვლა? ხანდახან გადახლა, ხანდახან არის ხოლმე აი მაგალითად გადაღლილი ხარ რა და ვეღარ ეწევი რა ამ ბავშვს რა, იმიტომ რომ უყურე ადრე მე როცა დიდი ток-შოუები მიმყავდა კვირაში ერთხელ და ვემზადებოდი ავად თუ კარგად რაღაც ჩემთვის რაღაცებს. ეხა დრო არ მაქვს. ეხა
ერთი დღე მაქვს გადაცემა, მეორე დღეს უკვე გეგმავ მესამე დღის გადაცემას, მეოთხე დღეს უკვე გეგმავ მეხუთე დღის და ამიტომ ეხლა მოვლენებიც ისე სწრაფად ვითარდება, რა წინა დღეს დაეწევა. რომ გადაცემას დაგეგმავ, მეორე დღეს შეიძლება უცებ მოძველებული იყოს და ეს ხდება, ამიტომ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ჩავარდნილი გადაცემაც მაქვს, ძალიან ბევრი ისეთი გადაცემაც მაქვს, რომლის გახსენებაც არ მინდა, მაგრამ ნუ ეხლა სად გაიქცევი შენივე ცხოვრებას და ბევრი მაქვს ისეთი გადაცემაც, რომელიც მიყვარს და მიხარია, რომ იმ გადაცემის ავტორი და უშუალოდ ვიყავი. აი რომელი ეგრეთ? იცი რა, ესე არ მინდა ეხლა რაღაცა ერთი ვთქვა და მეორე არა, მაგრამ მე ერთს ვიტყვი, რომ ყოველთვის არის აქტუალური თემები, რაზეც მე გადაცემები მიკეთებია. ყველა მიცის, ვისაც ჩემთან უმუშავია, რომ თემა რომელიც არ მაინტერესებს, რომ მომკლა იმაზე გადაცემას ვერ გავაკეთებ. შეიძლება მქონია, რომ გამიკეთებია, რაც არ მაინტერესებს და მომიწია. მაგრამ იმ გადაცემას მაყურებელი თუ შეხედავს, მიხვდება, რომ ეს ჩემი გადაცემა, ჩემი გულიდან არ მოდის. ინტერესით არა რა დაგეგმილი რა, არ არსებობს, რომ ვერ მიხვდეს. არის რა მთელი რიგი ფაქტორები. აი ხანდახან არის, შეიძლება ხარ ცუდად. მე მაგალითად მაწუხებ შაკიკი. ძალიან მძიმე შეტევები მაქვს ხოლმე და მქონია ბევრი დღე ეგეთი, როცა ემთხვევა გადაცემას. აი პროფესია ისეთი გვაქვს რა. ეხლა შენ როცა მსახიობი ხარ, მაყურებელს ხო ვერ ეტყვი რომ ვაიმე შაკიკი მაგდავე და ცოტა შენელებული მოტორიკა მაქვს ხოლმე აღმოჩენილი მაქვს მაგ დღეებში. და ერთ დღეს მახსოვს რომ ვატო წერეთელმა მითხრა ერთ-ერთ ხა სხვის ჯანმრთელობაზე არ ვილაპარაკებ, ერთ-ერთ ადამიანზე რომ ისო იმასაც აქვსო კაცო შაკიკიო და შენ რა უცნაურიაო, ანუ ისო რომ ეწყებაო შაკიკიო, ფარდებს აფარებს, სიბნელეში წვება მშვიდად არის და მე ვთხარი რომ ის ოლიგარქის ძოლია და მე ვირის მუშა ვარ თქო იმის თავისუფლებას ვერ ვაძლევ. ხო, მეთქი ეგეთი ცხოვრება მე არასოდეს არ მქონია რომ აი დაუშვათ სუდად ხარ და ფარდა ჩამოაფარო სიბნელეში დაწვე. შეიძლება მაგასაც მიხვდეს მაყურებელი რომ რაღაც ვერ ვარ კარგად ჯანზე ვერ ვარ, იმიტომ რომ აი მაქვს ხოლმე რა და მაგ დროს როცა გიწევს რომ იმუშაო, აი შეიძლება მაგ დროსაც ჩამვარდნია რაღაც ვერ გამიკეთები. აი ეგეთია ეს პროფესია, ავად თუ კარგად ძალიან მეც ვითამაშია სიცხიანს კი ბატონო, ფილტვების ანთებით და ასე შემდეგ. პირველ არხზე რომ მუშაობდი, სხვა ჩოის ჩემი პირველი საავტორო გადაცემები პირველ არხზე დაიწყო, მაშინ სახელმწიფო ტელევიზია იყო, წამიყვანია გადაბმულად დღეების განმავლობაში 39 სიცხით, 40, იმიტომ რომ ჩამნაცვლებელი არ იყო. მაშინ საერთოდ ვერ წარმომედგინა თუ შეიძლებოდა რომ გადაცემა ჩამეგდო. აი რაღაცა არანორმალური ეს პროფესიონალიზმი. ხო, რა ნუ ხო, ეგეთია ეს პროფესია. კონკურენციის გამო ისეთი რამ ჩაგიდენია, რასაც თქვათ ახლა არაფრით არ ჩაიდენ. არა. შემიძლია გულწრფელად გითხრა, კონკურენციაში მე ყოველთვის პატივს ვცემდი და ვცემ კონკურენტებს. აი მაგალითად, როდესაც იწყებოდა ეს ჩემი თაობის ჟურნალისტების საეტაპო პერიოდი, მაგალითად, როცა მე ვმუშაობდი, აი საავტორო გადაცემები რო დავიწყე, ვმუშაობდი სახელმწიფო ტელევიზიაში პირველ არხზე და მაშინ იყო ორი ტელევიზია, რუსთავი 2 და პირველი არხი და ძალიან მძაფრ კონკურენციაში იყო ეს ორი არხი ერთმანეთთან. მე და ეკა ხოფერია ვიყავით კონკურენტები, რომელიც ძალიან მიყვარს, ძალიან მაღალი ხარისხის ადამიანია ეკა საოცარი ღირსებების და ჩვენ გქონდა ისეთი ურთიერთპატივისცემა, როგორც კონკურენტებს, არ ვსაუბრობ პირად ურთიერთ, როგორც კონკურენტებს, რომ აი უდიდეს პატივს ვცემდით ერთმანეთს და ეკასგანაც ვგრძნობდი და ჩემგანაც, ამიტომ თამამად ვიტყვი, არასოდეს კონკურენციის გამო უკადრებელი არ მიკადრია რა. ერთადერთი გამახსენდება, ალბათ ისევ ეკასთან მიმართება შეიძლება ეხა გაეცინოს, გოდერძი ჩოხელი უნდა მყოლოდა ეთერში და აღმოჩნდა რომ იყო ეკას სტუმარი ღამის კურიერში და აი ნუ გაუმწარ, ეხა რა თქმა უნდა ის გამწარებები და ნერვებზე მოშლები რომ შენ ვერ ყავს მთავარი სტუმარი და ყავს შენს კონკურენტს, ეს ბუნებრივია, მაგრამ და აი გამწარებული რომ რა ვქნა და აი უკადრებელი რომ ვითხარი, აი რამე თუ გაგიკეთებია, უცებ ავდექი და
გოდერძიჩო ხელი ჩავწერე წინასწარ და მე ცოტა ადრე ვიწყებდი ეთერს დასწარი. ეკა და გავუშვი და იქ ვერ მიხვდებოდი რომ ეს იყო ჩანაწერი რა აი ეგეთი აი, ნელ-ნელა ხვდები ხო? ეგეთი ცუდი რაღაცა 1-2 შეიძლება ეს რესპონდენტების- ეკა ძალიან მიყვარხარ და მაპატიე აქვე ჩაგეჭრები ყველაზე მაღალი რეიტინგი რამდენი იყო? ყველაზე მაღალი ციფრი. რეიტინგი 1-2 ისეთი და მე მაგალითად ირაკლი ოქრუაშვილი როდესაც წავიდა ოპოზიციაში და პირველად ჩემს ეთერში მოვიდა იმედში ვმუშაობდი მაშინ იმ გადაცემამ ქვეყანა გააჩერა ფოთოლი არ იძურო და ციფრი რა იყო? ციფრი არ მახსოვს მაგრამ წარმოუდგენელი ყურებადობა დადო პოლიტიკური სიტუაციაც ისეთი იყო მაშინ და მე როგორი ტიპი ვარ იცი არც ცივი არ ცხელიო რო ამბობენ ეგეთი არ ვარ ანუ ან ცხელი უნდა იყო ან ცივი აი ეგეთი ტიპი ვარ ანუ აი ისე უბრალოდ აბა აი გავაკეთო გადაცემა და წავიდე არც ერთი ჩემი ეგეთი გადაცემა არ მახსენდება ამიტომ სულ მთელი წლები მყავდა მაყურებელი რომელსაც ან ძალიან მოწონდა რასაც ვაკეთებდი ან ვერ იტანდა და გიყურებდა იმიტომ რომ გაელანძა ხო რა აი ესეთი შუა მაყურებელი მე არასოდეს მყოლია რა აი გამოკვეთილი დამოკიდებულებებიც იყო და სხვა შორის დღემდეც არის ხო რა ანუ არიან ვინც ვერ გიტანენ ვერ ატანა სჭირჩენი და არიან ვინც მუდმივი მაყურებელია აი ვინ არის ადამიანი ვინც მოახდინა გავლენა აი გარდატეხა შენზე პროფესიაში პროფესიულ ცხოვრებაში ყველაზე დიდი როლი ითამაშა ზაზა შენგელია. ზაზა არის ჩემი გურუ. შემიძლია ვთქვა. პირველი საავტორო გადაცემა პირველ არხზე როცა დავიწყე, ეგ იყო ზაზას დირექტორობის პერიოდში, რომელმაც წარმოუდგენელი შეძლო რა, ძალიან დიდი რეფორმები, მტკივნეული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი რეფორმები გააკეთა და თაობათა ჩანაცვლება მოუხდა, მტკივნეული იყო ეს პროცესი, რასაკვირველია და ზაზას დროს დავიწყე, ორი ადამიანი არის დაკავშირებული ჩემს პროფესიულ წარმატებასთან, ერთი ეს არის რა თქმა უნდა ზაზა, რომლის აზრით სულ მაინტერესებს დღემდე. აი, სულ ჩემი დირექტორი მგონია. გარდა იმისა, რომ მეგობარია. ანუ ის რომ დამირეკავს და ვთქვათ, ან მეტყვის, რომ ეს ჩემი აზრით ესე კი არა, ესე ან თუ დამირეკავს და მეტყვის, რომ რაღაცა ძალიან კარგი იყო, იცი როგორ მიხარია, როგორც აი პირველი პატარა რო ვიყავი და პირველი გადაცემა და მეორე იყო ლევან ყუბანეიშვილი, რომელიც იყო მაშინ საინფორმაციო ხელმძღვანელი იყო და აი ესე პირდაპირ დაინახეს რა ჩემში რესურსი და მომანდეს, წარმოიდგინე ხა მაშინდელ პირველ არხზე ყოველდღიური საავტორო გადაცემა. მაგრამ დღემდე ჩემთვის ადამიანი, რომელიც აი რო იტყვიან, რომ აი შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი როლი აქვს ნათამაშები პროფესიულ ცხოვრებაში, ეს არის ზაზა. და დღემდე სულ მაინტერესებს ის, რას ფიქრობს, როცა რამეს ვაკეთებ. და აქ საინტერესო იცი რა არის ეკა? ხო, იყო ესეთი დამკვიდრებული აზრი, რომ შანსი არაა ტელევიზიაში მოხვდე, წარმატებას მიაღწიო, თუ ვინმე არ თუ არ ყავს პატრონი. აი მე არ ვიცნობდი, აი ეს არც ზაზას, არც ლევანს, ანუ არავინ არ ყოფილა ჩემი ამხანაგი, ჩემი მეგობარი, სრულიად უცნობი ადამიანი შეათვალიერეს და შეარჩიეს რა რაღაც კონკრეტული ток-შოუსთვის რა თავის დროს. შენით შეუვარდი ხო? და აი ჩემი ცხოვრება მაგას ამტკიცებს. არას აი პატრონი თუ არ ყავს, ხო? ეს ხო ძალიან დამკვიდრებული იყო განსაკუთრებით მე როცა ვიწყე. არასოდეს არ მყოლია პატრონი და ყველა მითამაშა ძალიან დიდი როლი ჩემს ცხოვრებაში, ვისთანაც მე მიმუშავია. წარმოუდგენლად დიდი როლი, იმიტომ რომ ყველასგან აი ამ საწყის ეტაპზე ვისთანაც კი ბედნიერება იყო გიორგი თარგამაძე როცა იყო ჩემი ხელმძღვანელი. ეს იყო წარმოუდგენელი კომფორტი, იმიტომ რომ სიცოცხლეში არ მახსენდება, რომ რამეში ჩარეულიყო. შეიძლება რამეში არ მეთანხმებოდა, მაგრამ აი ეს ზაზა შენგელიამ უბრალოდ მიმაჩნია, რომ შემქმნა. როგორც ტელესახე, ძალიან ბევრი შანსი მომცა, ძალიან ბევრი შეცდომა მაპატია. ჩვენ ვხოცავდით ხოლმე ერთმანეთს, აი ალბათ თუ უყურებს გაეცინება. იცი როგორი ჩხუბები გქონია?
ოღონდ არასოდეს ამ ჩხუბის დროს არ მიფიქრია, რომ ეხა მივყრი ყველაფერს და წავალ. აი ეს რა უცნაური, ეხა დღეს რომ ეგეთი კონფლიქტები მქონდეს ვიღაც ჩემს ხელმძღვანელთან, გამოიხურავ კარს. ნამდვილად დავყრი ყველაფერს და წავალ. და აი რა უცნაური ურთიერთობა იყო, ანუ ეთყობა პროფესიული იყო, რომ არასოდეს, ოღონდ ხოცავდით ერთმანეთს. ეხა მე ძალიან მწვავე მქონდა გადაცემები პირველ არხზე, რომელიც ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ნუ რასაკვირველია, ხა ზაზას მქონდა მცდელობები პატარ-პატარა, რომ ცოტა დაუწიე, ცოტა და რაღაცეებზე სუჩხუბობთ, მაგრამ დღეს რო ვფიქრობ, მართალი იყო? აი მაგალითად უყურე, გვიჩხუბია როგორ რაღაცეებზე, იცი? ანუ პატარა ვიყავი და ამას ვერ ხვდები. მაგალითად გვიჩხუბია, რომ იწყებოდა დიდი საერთაშორისო პროექტები. აი ბაქო-ჯეიჰანის პროექტი. წარმოიდგინე ხა, დღეს რაც არის პრობლემა ამ ქვეყანაში, რომ უდიდესი საერთაშორისო პროექტების ნაწილი ხდება შენი ქვეყანა და ზაზა გეუნება, რომ ინგა ეს გასაკეთებელია და მე ვეუნები, რომ ვაიმე ზაზა საკრებულოში ხოცავენ ერთმანეთს ზვიაძიძიგური და ვიღაცა რაღაც განცხადებებს აკეთებენ და აი ამ დროს ტიპი გეუნება, რომ გოგო შეხვდები სადაა შენი ქვეყანა ეხა რა პროექტში ერთვებად აი ეგეთი ტიპის ჩხუბები რა საქმეა უფრო მნიშვნელოვანი ეხა რომ უკვირდები ანუ მაშინ რა პროექტებზე საუბრობდით ვაშუქებდით და ეხლა რაზე ვლაპარაკობ აი შოქში ვარ ეს იყო წარმოუდგენელი ეტაპი ქვეყნის განვითარებისთვისაც რო იწყებოდა ამ ქვეყნის ინტეგრაცია რა აი პირდაპირ აი გამოკვეთილი დასავლეთისკენ ჩვენი თაობი ჟურნალისტების ოქროს ხანა იმიტომ რომ არნახული თავისუფლება ქონდა და დღევანდელი გადასახედიდან გული მწყდება და აი დღევანდელი ჟურნალისტიკა რას დღევანდელი ჟურნალისტიკა ომია ეკა ერთხელ სარეკლამო რგოლს წერდი ჩემი გადაცემისთვის და იქ თქვი და ეხა გამოვიყენებ იგივეს ვიტყვი უბრალოდ იმიტომ რომ ასე ვფიქრობ მთელი ცხოვრება ჩვენი პროფესია იყო ბრძოლა მარტივი კი არ ყოფილა ძალიან რთული მაგრამ ეხა არის ომი ეხლა არის ომი მაკა ჩიხლაძეს რაც დამართეს იმ დღეს ვუყურე რა მე მიჭირს ხო იცი მაგ კადრების ყურება და იმ დღეს ვუყურებდი და ვფიქრობდი რომ აი როგორ გადარჩა აი გურამ როგავა როგორ გადარჩა გიორგი შეწირული ანუ ეს არის ომი 5 ივლისი ლექსოლაშქარავა რაღაცა გაუგებარი ვიღაცა შავრაზმელი ადამიანები ფიზიკურად წიხლებიც ეხლა არის ომი მაშინ იყო ბრძოლა აი ესე ვიტყვი და ჟურნალისტიკაში დღეს არის ორი მხარე როგორც არ უნდა გვინდოდეს ამ საკითხთან შეხება, ხო? ასეთი გამოკვეთილი, დაყოფილი ასეთი ალბათ იყო, სამოქალაქო ომის პერიოდში. და შენ ქონია მცდელობა საუბრის მათთან? არა, მქონია ძალიან დიდი ხანი, მე ურთიერთობებს ვინარჩუნებდი ადამიანებთან, რომლებიც მედიაში განსხვავებულ ჩვენ საწინააღმდეგო მხარეს დგანან. ძალიან ბევრი მე მიჭირს ურთიერთობების გაწყვეტა. ანუ ამაზეც ხშირად მაკრიტიკებენ ხოლმე, ხშირად Facebook-ზე მქონია შემოტევები, მაგრამ მე ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ ურთიერთობების გაწყვეტა ადამიანებთან, რომელთანაც ბავშვობიდან ერთად მოდიხარ, ჩემთვის ძალიან მძიმეა და ტრაგედიაა. რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც მოიტანა, ისე არის ეს ქვეყანა, ისეთი უფსკრული თავისივე ხელით ამოთხარეს ამ საზოგადოებაში, რომ ხო, ძალიან მტკივნეული პროცესია, მაგრამ ჩატეხეს რა ურთიერთობები და ჩემთვის ძალიან მძიმეა, ადვილი არ არის, ძალიან მძიმეა, ძალიან რთულია. ამოვსებასაც უახლოესი ადამიანი, ვისთან ერთადაც მთელი შენი ცხოვრების, აი ის უპატარები რო იყავით იქიდან მოყოლებული მოგონებები გაკავშირებს, დღეს უბრალოდ დაბადების დღეს არ მოგილოცავს ტელეფონზეც კი. საერთოდ აღარ არსებობს შენ მისთვის. ეს ჩემთვის არის მტკივნეული. ჩემთვის ძალიან ძვირფასია ურთიერთობები. იცი როგორ მიჭირს ნებისმიერი ადამიანის დაკარგვა, მაგრამ პარალელურად მოიტანა აი ამ უფსკულმა წყენები, გულგატეხილობა. ერთ დღეს შეიძლება დაფიქრდე, რომ
რაღაცე უნდა ვილაპარაკოთ. საერთო აღარ აი რო დავსხდეთ, რაზე უნდა ვილაპარაკოთ. როცა ჩემი შვილი მაგალითად რუსთაველზე გარბის და უკან სპეცრაზმელი მისდევს და მე აი ესეთი თვალები აქვს და შენ ამ დროს ან სტატუსს წერო ღირსები არიან და ან ამის გაправებაში ხარ ჩართული მე და შენ უკვე ვეღარ ვართ ერთად. ამიტომ აი ამ პროცესებმა ძალიან მტკივნეულად გაიარა ჩემს ცხოვრებაზე, მაგრამ სამწუხაროდ ესე მოხდა. და ამაში ვადანაშაულებ ოცნებას. აი ამ პროპაგანდას, აი ამ ბოროტ პროპაგანდას, რომელმაც ადამიანებს ერთმანეთი და იცი როგორ ყველა ურთიერთობას იცი როგორი ჩაბღაუჭებული ვიყავი ხოლმე, რომ აი რანაირად, მაგრამ სამწუხაროდ ეგეთი ცხოვრება დადგა. ბევრ ადამიანთან დავიშალე რა. დავიშალე თან სამუდამ. ეს არაა რომ დროებითი, ანუ აი რჩება, ილექება ეს რა თქმა უნდა. ძალიან მტკივნეულია. კიდე ერთხელ ვამბობ, იმიტომ რომ ჩემი შვილი, რომელიც შენს თვალწინაა გაზრდილი და შენ იცი რომ რავი ლამის იხრჩობა, იქ არის. ჩემი შვილი, ჩემი პირობითად ვამბობ, ხო ყველა სუბიექტურები ვართ და ეს შენ არ გაღელვებს. ან არ გაღელვებს უცხო ადამიანის შვილი, რომელსაც წიხლებით ურტყამენ და შენ შეგიძლია ამის გაправებაში მიიღო მონაწილეობა. მე ვეღარ გრძელდება ურთიერთობები. მე ესე ვუყურებ, თუმცა მიტირია ამ ურთიერთობების გამო, ცხარეცრემლებით მიტირია, დაკარგული ურთიერთობების გამო. მეგობრებზე ვსაუბრობ და არა იმ შეყვარებულებს. ცხარეცრემლებით მიტირია. ისე რომ შეიძლება არავის არ დაუნახავს, აი შენთვის რომ დამჯდარ ხარ და აი რომ მოგდი ზღვარად, მაგრამ ეს მე ძალიან მტკივნეულად ჩემთვის ყველაზე ძვირფასი არის ადამიანური ურთიერთობები, რა თქმა უნდა. აუ, არაფერს არ აქვს სხვას ფასი, მართლა არაფერს გარდა აი ამ ურთიერთობების. ვითომ ხო კონფლიქტური ვჩანვარ, რაღაცნაირი ეგეთი ტიპი სინამდვილეში აი ვერ ვიტან ურთიერთობებში კონფლიქტებს, ვერ ვიტან მეგობრობაში კონფლიქტებს, მაგრამ აი ამ ბოროტმა რეალობამ, რაში ჩვენ დღეს ვართ, ეგეც მოიტანა, რომ კონფლიქტებით არავის არ დავშორები ვარ, მაგრამ ჩატყდა რა ხიდები და ალბათ სამუდამოდ. სოციალურ ქსელებში ხშირად და ბევრი იწერება შენზე. ალბათ როგორც აქტუალურ პერსონაჟზე, კრიტიკაზე როგორ რეაგირებ? სოციალური ქსელები რომ ყოფილიყო, როცა მე ჟურნალისტურ ცხოვრებას ვიწყებდი, ვერ გეტყვი გავკაჩავდი თუ არა იმ ეტაპზე. ეხა იმდენი წელია ეკამა ყველაფერს გამოწრთობილი ხარ. ჯერ ეს ერთი ვიცი რომ დაუჯერებ, არც ერთ ადამიანს ხა არ სიამოვნებს თავდასხმა და ყველარი მატყუარა ვინც იტყვის რომ აი მე მკიდია და აი საერთოდ ნერვი არ რა თქმა უნდა ეგრე გაბრაზებები ახლავს გულისკენ ახლავს, მაგრამ ისე რომ ჩემზე გავლენა მოახდინოს ამან და ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს გადაცემაზე, თუნდაც ჩემს ერთ დღეზე ეგეთი რაღაც უკვე აღარა. ეგ იყო ადრე. აი მაშინ ჯერ სოციალური ქსელები არ იყო და ხანგაზეთებში იწერებოდა და ხარ რაღაცა თავდასხმები ხდებოდა სხვა შეკრებები. ეგ იყო ადრე. იმდენი წელია ეგ ყველაფერი უკვე გავლილი მაქვს, რომ გამოვიწრთე ზუსტად ვიცი რომ ნახევარი ქვეყანა შეიძლება ვერ მიტანდეს და არა ტროლი რატო რეალური ადამიანებიც იყვნენ, მაგრამ აი ის რომ ვიღაცა მესხმის თავს ჩემზე იმდენად ეს გავლენას ვერ ახდენს, რომ ვერავინ გაიხსენებს, რომ მე ვინმესთან დებატები მქონოდა სოციალურ ქსელში. ანუ არ პასუხობ, ხო? არა, არ უპასუხობ კი არა, მეტი საქმე არ მაქვს რო არის, ხო, იცი გამოთქმა. ანუ იმდენი საქმე მაქვს, რომ ამისთვის არც იცი. ჯერ ესეთი ძალიან რომ ეშლებოდეს ნერვები, ვერ გააკონტროლებ და შეყვები. ეს ხო არის რაღაცა კორიდაა რა, სანახაობა, რომელსაც უყურებს ბევრი ადამიანი, პოპკორნი და შენ და ვიღაც რაღაც საქმეებს არჩევთ. აი ამაზე ენერგიას არ ვხარჯავ. მე ვიცი რომ არიან ადამიანები მუდმივ
მუდმივად, ეს ეხლა კი არა, მუდმივად, რომლებიც რაღაცა გესხმიან თავს, არ ვლაპარაკობ მარტო ტროლბოტებზე, კაცო, რეალური ადამიანები. ხშირ შემთხვევაში არის ხტები ჯგუფი, რა ჯგუფი აკეთებს, ვინ აკეთებს, მიზანმიმართული და ზუსტად ხედავ, რატომ არის შენზე თავდასხმა და მე იცი როგორი Facebook-ი მაქვს, გაგეცინება. ცხრილა? 64 მაქვს. ძირითადად მყავს განსხვავებული, მათ შორის განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების, რომლებსაც არასოდეს ჩემთვის შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ. და Facebook-ური თანაცხოვრება გამოგდის. მოკლედ, სოციალური ქსელი არ არის ის სივრცე, რომელიც ჩემზე რაღაც სერიოზულ გავლენას პოვებს. თუმცა არიან ადამიანები, ვინც თავდასხმით შენს გამოწვევას ვერ ცდილობს. გამომიწევს, ვერასოდეს, ვერავინ, იმიტომ რომ მე ყველაფერი უკვე მაქვს გავლილი. ლიტერატურულ საქართველოში რო იწერებოდა პასკვილები, ჩემზე აი მაშინ მაქვს ეგ გავლილი. მაშინ მაქვს სანერვიულო უკვე ნანერვიულები, მაშინ ვისწავლე იგნორირას ნიშნავს და მე გადამივიდა ისეთ ჩვევაში, რომ ხო, იმათი ამოცანა ეს არის. მე რა. შვილიშვილზე შვილიშვილი არის საოცარი რაღაც ვიღაც. მე არ გამიზდია ჩემი შვილი, დედა ჩემმა გაზარდა, იმიტომ რომ ძალიან პატარა ვიყავი, მარიამი რომ ეყოლა. შესაბამისად ეხა ყველაფერი, რაც მარიამზე არ დამიხარჯავს, მთელი ემოცია, მზრუნველობა და რაღაც წარმოუდგენელი სიყვარული ნინიაზე მაქვს გადატანილი და ამიფეთქდა ნინიაზე რა. ისე გამაბედნიერა ხო და ეხა აი ვიდეოებს ეთყობა, ვიდეოებს. გიждები, წარმოიდგინე ეხა არჩევანი რომ მაქვს, რომ ვიღა ტროლ ბოტს ან რეალურ ადამიანებს დაუთმო დრო თუ ჩემ შვილიშვილთან ერთად ვითამაშო რაღაც თამაში, ან ვიმღერო, ან ვიცეკვო, ან რა ვიცი, მე უბრალოდ ისე ვილაპარაკო, ვიჭორაო და ეხა არჩევანს რატო გავაკეთებ? სულ მაქვს ისედაც თავისუფალი კვირაში შეიძლება სულ რამდენიმე საათი და იმასაც ვიღაცა ახირებულ ადამიანებს რატო დაუთმობ, როცა ასეთი არაჩვეულებრივი საშუალება მაქვს, სამწუხაროდ ყოველდღიურად ვერ ვიცლი მისთვის, იმიტომ რომ დაღლილი არც დედა უნდა იყოს, არც ბებია და არავინ, ან დაღლილი სახში რომ მიდიხარ ღამის პირველ საათზე, ეხა მე ვეღარ იცი. მარიამი უფრო კარგი დედაა თუ შენი? მარიამი არის არაჩვეულებრივი დედა. მე არ გამომიცდია დედობა, ძალიან წუხარ, სხვა ჩვენს პატარა ვიყავი, 18 წლის ვიყავი და დედა ჩემმა გაზარდა. მარიამი არის დედა ჩემის პროდუქტი, თავიდან ბოლომდე სხვა ჩვენს არაჩვეულებრივი შვილია. მაგრამ როგორც დედა არის გადასარევი და ეგ თაობა ჩვენი თაობისგან განსხვავებით არის ძალიან მაგარი თაობა, როგორც მშობლების, ბიჭებიც, გოგოებიც. ანუ მე რომ ვუყურებ ჩემს შვილს, ჩემს დიშვილს, მათ მეგობრებს, წარმოუდგენელი დედები და მამები არიან რა და ჩემი თაობა იყო აი რაღაცა წარმოიდგინე რანაირი თაობა ხო ხან სამოქალაქო ომი ხან აფხაზეთში მეგობრების სიკვდილი ხან სამაჩაბლოში ჩვენი ვიღაც ახლობლების სიკვდილი შიმშილი უშუქობა უტრანსპორტობა იმდენი გამოწვევა იყო რომ აი ეს ხიბლი რაც მშობლობას ახლავს ძირითადად ჩემი თაობის განსაკუთრებით გოგოებს ნაკლებად აქვს ალბათ გამოცდილი აი ყოველ შემთხვევაში ჩემს გარშემო მეგობრები, ვინც მახსენდება, ვინც ადრე გახდა დედა ან მამა, ყველას მშობლებმა გაუზარდეს თავიანთი შვილები, იმიტომ რომ წარმოიდგინე, სტუდენტები ვიყავით, გარეთ ისროდნენ, ტრანსპორტი არ იყო, მე გოთუაზე ვცხოვრობდი, გოთუადან ფეხით დავდიოდი უნივერსიტეტში, გაყინულ აუდიტორიაში ვიჯექე, მერე სამსახურის ძიება, მერე კუპონები, მერე არაშუქი, ჩვენ რაღაცნაირად ძალიან არ მინდა ეხლა ისე გამომივიდეს, მაგრამ მართლა ძალიან ცოდოები ვიყავით რა. თუმცა ბედნიერება იყო, რომ იმ ეპოქაში მოვხდით, სადაც თავისუფლება უცებ მოვიდა, სადაც ჩვენც გავიზარდეთ ამ ქვეყანასთან ერთად. აი როგორც მსახიობი შენ, როგორც ჟურნალისტი მე, როგორც ექიმები, როგორც წარმოიდგინე, აი ბაქო ჯეიჰანი რო გავიხსენე წეღან, ხო, ანუ ამ ქვეყნის ისტორიასთან ერთად, დამოუკიდებლობის ისტორიასთან ერთად გავიზარდეთ ჩვენ და გამოვიწრთეთ. მაგარი თაობა აღმოჩნდა მაინც ჩვენი თაობა, რომ აი ამ ყველაფერს გაუძლო საბჭოთა რეალობიდან პოსტსაბჭოთა რეალობასაც მოერგო და
ძალიან დიდმა პროცენტმა ჩემი მეგობრები ძალიან კარგი ცხოვრებითაც იცხოვრა და დიდ წარმატებასაც შედეგიც დადო. ანუ ინგა რამე დაკითხო იცი, აი ახლა გისმენთ, აი ამ ხელა პროფესიული გზის მანძილზე ხარ ყოველთვის ყავდა საინტერესო რესპონდენტები, ხო? აი არის ისეთი ადამიანი ახლა ვისთანაც ისურვებდი ინტერვიუზე პირისპირ დაჯდომას. აი დღევანდელობაში ვინ არის ესეთი? არა, აღარ არის. საერთოდ ფართოდ გახელილი თვალებით რომ შევხედოთ დღევანდელ რეალობას, დღეს არის უმძიმესი კრიზისი და ამ შემთხვევაში მარტო ფინანსურ კრიზისს მე არ გულისხმობ მედიისას აქეთა ფლანგზე. საინტერესო რესპონდენტებიც აღარ არიან. ჯესეთ ნახევარზე მეტი ციხეშია. ნახევარზე მეც განცდა მაქვს, რომ თითქოს ეზარება, თითქოს აღარ უნდა რაღაცნაირად აი გაძარცვულია რა ეს სივრცე. ჩვენ ძალიან მძიმე დღეში ვართ. ერთ-ერთი აი მაგ კითხვაზე პასუხად დაგიბრუნებდი, რომ ვისურვებდი, რომ მაგალითად კარგი დისკუსიების საშუალება გქონდეს, ისეთი რეალობა იყოს, რომ რაღაც თემატურ დისკუსიებს ვაკეთებდი. დღეს არაფრისთვის დრო აღარაა ეკა, იმიტომ რომ აი მაგალითად გადაცემა რომ იმყავს, არ მინდა რა ისე გამომივიდეს, რომ ეხა რაღაც არ ვაზვიათ. გადაცემა რომ იმყავს, უცებ გავიფიქრებ ხოლმე, რომ აი მაგალითად ნეტა მათედევიძე თუ უყურებს და უცებ ვახსენებ ხოლმე, ნეტა რომელიმე პატიმარი თუ უყურებს და არ მინდა რომ ის რაც მათი ინტერესის სფეროში არა იმაზე ვილაპარაკო. წარმოიდგინე რა არანორმალურ სიტუაციაში ხო? ანუ მართლა მაწუხებს ის რეალობა რაშიც ვართ. მართლა ძალიან მაწუხებს რა და ადგილი აღარ არის რა სხვა რაღაცეებისთვის, იმიტომ რომ გონია რომ მეტი ფუნქციაც აღარ დაგვრჩა. საერთოდ ძალიან რთულ დღეშია ქართული მედია. არის უმძიმეს დღეში. მე ძალიან მეწყინება თუ ჩემივე პროგნოზი გამართლდება, რომ მალე შესაძლებელია საერთოდ თავისუფალი მედია აღარ არსებობდეს ტელესივრცეში, იმიტომ რომ არის ფინანსური კრიზისი, არის ყველანაირი კრიზისი, ყველანაირი მიმართულებით ბიზნესი მხდალი, რომელიც ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა და აი ამ ტიპის პასუხისმგებლიანი ასეთი მაგარი ბიზნესის მადლობა კიდე ერთხელ ამ ბიზნესებს რა სულ თითზე ჩამოსათვლელებს გარდა რომ არა აქვთ იმისი შეგრძნება რომ თავისივე ხელით იმიტომ რომ შეშინებული რეკლამას ვერ მოიტანს იმიტომ ვის ჭირდება არავის დოტაციაზე ყოფნა არ ჭირდება არავის არ ჭირდება რაღაც ერთ კონკრეტულ ფულზე ჯდომა რეკლამებით ბიზნესს როცა არ აქვს განცდა რომ მას შეუძლია გადაარჩინოს თავისუფალი სიტყვა და ამ დროს ზუსტად იცის რაც უც საქმეს აკეთებს და აძლიერებს საკუთარი რეკლამებით პროპაგანდას და იმ სიბოროტეს რასაც ტირაჟირებს პროპაგანდა ხო აი მე სუბრაზობ ასეთ ბიზნესზე რა და განსაკუთრებით მიყვარს ის ხალხი ვინც აი ამ რეალობაში ჩამომხობის პირას მყოფ მედიას უდგას გვერდით აი იცი როგორ შეიძლება რომ დღეს ბიზნესმენი ვერ ხვდებოდეს დიდი კომპანია ვერ ხვდებოდეს რაზე აწერს ხელს როცა პროპაგანდას აძლიერებს და ჩამოშლის პირას მყოფ თავისუფალ მედიას გვერდით არ უდგება და ნახევარ წუთიანი რეკლამაც კი არ მოაქვს იმიტომ რომ ბიძინამ არ ნახოს რომ შენს არხზე გავიდა მისი რეკლამა ნუ თუ ვერ ხვდებიან რაც უც საქმეს აკეთებენ ეს არის ისტორიული როლი რასაც დღეს ასრულებენ ის კომპანიები, რომლებიც ბედავენ, რომ რეკლამა მიიტანონ. იქ სადაც ოცნებას არ უნდა რომ იყოს რეკლამა. აი ახლა კიდევ ერთხელ კითხავ აქვე მაყურებლის გასაგონად, თუნდაც იმ ადამიანების გასაგონად, ვიზედაც ახლა შენ საუბრობ. რა როლი აქვს დღეს კრიტიკულ მედიას? კრიტიკულ მედიას აქვს უზარმაზარი როლი ეკა და ეს იცის ყველამ. მე მithქვამს
დადგება თქო ამ ქვეყანაში დრო როცა შეიძლება თავისუფალი მიკროფონი აღარ იყოს, როცა ვიღაცას ეხლა ვისაც შეიძლება უხარია, რომ ჩვენ რაღაც კრიზისში ვართ და შესაძლებელია ხვალზე გავკრეთ. ვისაც შეიძლება ეს უხარია, შეიძლება ძალიან მალე დაუდგეს ისეთი დღე, როცა დასჭირდეს თავისუფალი მიკროფონი და უბრალოდ ჩამქრალი იყოს ეს მედია. იმდენი ყოფილი მინისტრი, პრემიერი, ყოფილი თანამდებობის პირი მინახავს, რომელიც ზუსტად ამ ტონალობაში საუბრობდა, როგორც დღეს ოცნება ჩვენზე საუბრობს და მე ჩემ სტუდიაში დამჯდარა და ულაპარაკია, როცა მათი უფლებები დაირღვა, როცა მათ მიადგნენ, როცა მათ კართან აკლემა დაიჩოქა. იმდენი მინახავს, რომ მე ზუსტად ვიცი რომ ყველას დაუდგება ეს დრო და დღეს როცა ტაშს უკრავენ რომ აი რა მაგარია მალე გაქრნენ ეგ არხები იმიტომ რომ ეგენი ამ ქვეყნის მტრები არიან ხო ესე კვებავს პროპაგანდა და აწერინებს თავის ძირითად დასაყრდენებს სოციალურ ქსელში ხო მე სულ მინდა ხო მევთხარო რა გიხარია შენთანაც მოვა ღარიბაშვილს რომ მიუკაკუნეს კარზე და სახლიდან 6 მილიონ თუ 7 მილიონ ნახევარი დოლარი რო ამოუღეს ღარიბაშვილი იფიქრებდა მაგას ლილუაშვილის სახლში რომ შევარდნენ სუსის უფროსის ჭხრეკები რო ატარეს ამდენი ადამიანის სახლში ისინი იფიქრებდნენ რომ ეგ დღე დაუდგებოდა ამიტომ ყველამ უნდა დაუშვას როდის მოგადგება შენ უსამართლობა არიცი ამიტომ არ შეიძლება რომ ასე ტაშისკვრით ადამიანები ხვდებოდნენ ჩვენი მედია საშუალებების დღევანდელ მდგომარეობას დაგჭირდებათ ხალხო ისეთ ადამიანებს დასჭირვებიათ ეს თავისუფალი მიკროფონი და მე არ ვისურვებ რომ დადგეს ეგ დღე რომ აღარ იყოს მაგრამ ძალიან ახლოს ვართ მაგასთან ნახოთ არც მინდა ვიფიქრო ხო არა ნუ ეხლა რეალობა ეგეთია იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ არ აშუქებს არავინ არაფერს არ არის დაუშვათ ნოდარის შაბათის საგამოძიებო რეპორტაჟები ვერ იგებ ვერაფერს დედამიწაზე პროპაგანდა გეუბნება როგორც საბჭოთა კავშირში რომ ისეთი კარგია რომ ეკონომიკური წინსვლა რომ ქვეყანა ვითარდება შენ აღებ მაცივარს მოქალაქედ ფიქრობ რომ კაცო რანაირად ვითარდება ეს ეკონომიკა და ეს ქვეყანა ჩემ მაცივარში არაფერი არ დევს მერე გინდა რომ იყიდო წამალი იყიდო რა ვიცი მე შენი შვილის სწავლის ფული გინდა და არ გაქვს ოღონდ მარტო ის არხები არსებობენ სადაც გეუბნებიან რომ ცხოვრება მშვენიერია ვარდისფერი სათვალით გამარჯობა აი მაგ დროს მარტო მოგიწევთ პროპაგანდის მოსმენა გამოვა ვიღაც მორიგი პრემიერი თუ ვიღაც მინისტრი და გეტყვით რომ ძალიან კარგად ცხოვრობთ და შენი მაცივარი სავსეა შენ ცხოვრობ კარგად ოღონდ შენ მაცივარს გამოაღებ და მე აღმოაჩენ რომ შენ მაცივარში დევს რაღაცა ორი ნაჭერი ყველი და ღარიბაშვილის სახლში 6 მილიონ ნახევარი დოლარი და აი ეგ არა რეალობა ოღონდ თუ არ იქნება ეს არხები მაშინ მართლა მოგიწევს რომ იფიქრო რომ ეგ მე ვარ უვარგისი ეგებ მე ვერ ვშვები ეგებ მე არ გამოვდექი ცხოვრებაში და იქნებ ღირსი ვარ მხოლოდ ორი ნაჭერი ყველის და იცხოვრონ იმებმა კარგად მე ვარ შემდგარი და არის ჩემი ბრალი და ასე მიილევა თქვენი ცხოვრება გინდათ ამიტომ უნდა იყოს თავისუფალი სიტყვა ამიტომ უნდა ისმოდეს კრიტიკული სიტყვა და გამოძიება ჟურნალისტური რომელიც გეტყვის რომ შენ იმიტომ არ გაქვს ეგ რომ შენთვის ფული რაც იყო გამოყოფილი მაგალითად ჯარისკაცო ვიღაც მინისტრმა მაგ ფულით სამედიცინო დანიშნულებით რომ უნდა გამოეყენებინა წავიდა და მალაგაში სასახლე იყიდა თუ ვილა იყიდა თუ რაღაც ქონება იყიდა აი ეს რომ უნდა იცოდე შენ რომ არ გაქვს შენ რომ წაგართვეს ამისი მიზეზი რა არის ამაზე ხო შევთანხმდით, თორე თუ არ იქნება კრიტიკული მედია, თუ არ იქნება ეგ გამოძიებები, მაშინ მართლა დაიჯერებ, რომ შენი ბრალია და არა მათი. რა ვიცი. მოდი შენი ცხოვრების სხვა მხარეს გადავიდეთ. კარიერის და პირადი ცხოვრების აწყობა ერთად იშვიათი ბედნიერებაა, როგორც ამბობენ.
არ ვიცი. შენ რა შეგიძლია ამაზე თქვა? შენ შემთხვევაში როგორ იყო? იცი რა, რავი, არ უშლის ნამდვილად ხელს კარიერა და პირადი ცხოვრება, პირიქით მიმაჩნია, რომ როცა მაგალითად კარგად მიდის შენი კარიერული ცხოვრება, უფრო კარგად მიდის შენი პირადი ცხოვრება და პირიქით რა, ურთიერთ ბალანსია. ალბათ არიან ადამიანები, რომლებიც ესე ფიქრობენ, ჩემ შემთხვევაში კარიერას არასოდეს არ შეუშლია ხელი, რომ ბედნიერი უყოფილიყავი პირად ცხოვრებაში. არა, პირიქით. იცი რა არის? მართლა ერთმანეთს ავსებს რა. ანუ წარმოიდგინე, როცა შენ ხარ ბედნიერი, შენს პირად ცხოვრებაში გინდა რომ უკეთესად გამოიყურებოდე, გინდა რომ რასაც აკეთებ იყოს ძალიან კარგი, გინდა რომ მოაწონო თავი, აი დაუშვა ჟურნალი ტელევიზორი ჩართოს და დაგინახოს და მოეწონო, წარმატებული იყო და მოეწონო. ანუ და პირიქით, აი რასაც ხელს უშლიდა ჩემ შემთხვევაში. ეს იყო ოჯახის საქმეები, დროს ვერ ვპოულობდი, ხო ხდები რუტინისთვის, თორე აი ხა პირადი ცხოვრება, სადაც შენ რაღაცა, აი რაღაც როგორც ქალს, რაღაც სხვა ისინი გჭირდება. მე არ მყოლია არასოდეს ოჯახი, მთელი ამდენი წლის განმავლობაში, რომელიც რუტინაში გადავიდო და აი შეიძლება რომ მყოლოდა, მაგ შემთხვევაში მე თქვა რომ კი უშლის ერთმანეთს ხელს, იმიტომ რომ მაგალითად მარიამისთვის იყო შემთხვევები, როცა დრო არ მქონია, იმიტომ რომ ან ეთერში ვარ, ან რაღაცა ხდება და ეხმარებოდა და მაგრამ აი ვინაიდან ოჯახური ვალდებულებები არ მქონია განცდა რომ ეს უშლის ხელს ერთმანეთს. და არც არასოდეს არ მდომებია. ეგ არის უცნაური. არასოდეს არ. ამიტომ შენ სხვანაირად უყურებ ამ ყველაფერს. რა შეცვალა წლებმა და გამოცდილებამ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიაში და ქალ ინგა გრიგოლიაში? ჟურნალისტ ინგა გრიგოლიაში ბევრი არაფერი არ შეცვალა, ძირითადად ისევ ისეთი ვარ, არავინ დაიჯერებს, მაგალითად სტუდიაში შემოსვლის წინ სულ ნერვიულობ. სუპერ ჯვარს ვიწერ, სანამ შემოვალ. დღესაც? კი. სანამ არ ვიტყვი გამარჯობას, კამერა რო ჩაირთვება, აი პირველი 2 წუთი, იმიტომ ახome შეიძლება შემონოლოგი, აი ცოტა ეგეთი, რომ სულ ნერვიულობ და მილიონჯერ მიკითხავს ჩემი კოლეგებისთვისაც, ხალხო, ეგეთი დღე გქონიათ, რა მე სულ ნერვიულობ. აი ამ თვალსაზრისი დღესაც იგივეა, დღემდე ვერ ვიტან დამოკიდებულებას ჩემს პროფესია, ვერც ერთ პროფესიაში ალბათ, მაგრამ ჩემს თავზე ვილაპარაკებ, როცა უყურებენ თუ არა რა მნიშვნელობა აქვს და შენ წაიყვანე გადაცემა და წადი სახში. დღემდე აი ამ პასუხისმგებლობებს მე ვერ გაურბივარ. მე არ ვიცი შენ შემთხვევაში როგორ ასცენაზე რომ გადის მსახიობი, ალბათ იგივე ღელვა აქვს, ხო? არა. მე მსიამოვნე. მართლა. ღელვა მიკარგავს ხარისხს. წუთი ცუდად. ხო, რა მაგარია, მე ვერ დავცლი. ეგ შეიძლება შიშია. მე სულ მაქვს მღელვარება ყველა ეთერის წინ. და ცხოვრებაში რა შეიცვალა ინგა გრიგოლი? ცხოვრებაში, იცი რა, ალბათ ასაკმა მოიტანა, იმიტომ რომ ადრე ძალიან ბობოქარი ვიყავი, რაღაცნაირი გადარეული, რაღაც სხვანაირი და ეხლა სრულიად ვაკონტროლებ ჩემს ემოციებს, საერთოდ ვეღარ წარმომიდგენია, რომ ვინერვიულო, რაღაც პირადი ურთიერთობების გამო ღამე გავათენოთ, მქონია ეგეთი რაღაცები ადრე, რომ აი ნუ რაღაც, აი სულ ღელვაში, სულ ემოციებში მოცული რო ხარ თავიდან, ეხას ვაკონტროლებ და მომწონს, მაგრამ აი ხო გითხარი წეღარ, ესეთი რო უყოფილიყავი თვით და კონტროლი, ძალიან მოსაწყენი ტიპი ვიქნებოდი კიდეც, ესე მგონია. ეხა ასაკიც ისეთი მაქვს რა, ხო დაღვინებული, ოღონდ მომწონს. ძალიან მომწონს და ზუსტად ვიცი რა მინდა ცხოვრებისგან. და როგორ მინდა რომ ვიყო, როგორი მინდა რომ იყოს ჩემი ცხოვრება და ვცდილობ რომ არც მაქვს ამ საზღვრებიდან გასვლის, ბევრად უფრო მშვიდად ცხოვრობ. აი რა მოიტანა ცხოვრება. ადრე მაგალითად სახში მივდიოდი მხოლოდ დასაძინებლად. არასოდეს სახში არ მქონდა საჭმელი, იმიტომ რომ აი უბრალოდ უნდა დამეძინა. ეხა უფრო მე დროს ვატარებ სახლში. უფრო ბედნიერად ვგრძნობ თავს სახლში. და უფრო მშვიდი ვარ, მომწონს ეს.
არ ვიწყნარებ თავს. არასოდეს ასაკი არ დამიმალავს, ვერ ვიტან დიდასაკში, რომ პატარა გოგოობენ მძულს, ცუდად ხდები. გაღებებს ასაკი? არა, აი სარკეში რო იყო. არა, ძალიან გულწრფელი ვარ ამას რომ ვამბობ, არასოდეს ჩემი ასაკი არ დამიმალავს. რა თქმა უნდა, მინდა რომ გამოვიყურებოდე კარგად. მოვლილად. და ამისთვის ბევრი გავაკეთე, ძალიან ბევრი კილო დავიკელი. რა ვიცი, ბარიატრიული ოპერაცია გავიკეთე. ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცეებს ხელი შევავლო ჩემს თავს, იმიტომ რომ არ მინდა, არ მომწონს. რაც არ მომწონს, ის არ მინდა ჩემი თავისთვის. მე მომწონს ეს ასაკი. აი, ყველაფრით მომწონს. რაღაცა ელეგანტურობა აქ ამ ასაკს. შენი ახტენილი ოცნება მაინტერესებს. მე არ მახსოვს, რომ რაღაცას ძალიან მეოცნება და ის არ ამხდენოდა. ძალიან ვუყვარდი ყოველთვის ღმერთს და იმედია ასეც გაგრძელდება. პატარა რომ ვიყავი, როცა ვთამაშობდი ხოლმე. ყველა ხო ან მასწავლებლობანას თამაშობს, ან ფონეიდოსკოპით ექიმ. მე სულ ვთამაშობდი, რომ ვიყავი ტელევიზორში. აი ხო უცნაური რამე. არასოდეს არ მიფიქრია, რომ ჟურნალისტი ვიქნებოდი, მაგრამ სულ ჩემს წარმოდგენაში ვჭამდი ტელევიზორში. ამაზე მეტი ახდენილი ოცნება რა არის? გასული საუკუნიდან დღემდე ვცხოვრობ ტელევიზიით. ეს არის ყველაზე ახდენილი ოცნება. შენი კუმირი ვიყო? პატარ-პატარა ახდენილი ოცნები, არ მყოლია ესე კუმირი. აუ მე ძალიან მადლობელი ვარ ღმერთის. აი, რავი, რაც კი მინდოდა, ყველაფერი ვნახე, განვიცადე, გამოვცადე და მივიღე. თავხედური განცხადებაა, ხო? გადასარევი განცხადება. ყველაფერი ვნახე. აი ეხლა ვატყობ, რომ მივდივარ სიმშვიდისკენ, შენ რომ მკითხე წეღა რა ეტაპზე ხარ და მე რო გითხარი რომ ცხოვრების შემოდგომა, მათ შორის პროფესიული. ეხლა მინდა უფრო მშვიდი ცხოვრება, მაგრამ რეალობა არ მაძლევს ამის საშუალებას. ჩემი მეგობრები მეუბნებიან ხოლმე, ხო ის ჩემი დავჯდებით, დავიხალო. აღარ მინდა. სახლში მინდა, მარტო მინდა რომ ვიყო სახლში და მეუბნებია რომ ვერ გაძლებ და მეუბნებია აუ გავძლებ. ეხა უფრო მინდა სიმშვიდე რა. გიფიქრია იმ დროზე, როცა აღარ იქნები პროფესიაში? ვიცი რა, იქამდე ვიდრე გინდა უნდა აკეთო. დავიღალე, ვიცი რომ ეხა არ გჯერა და გეცი. არ მჯერა, იმიტომ რომ ერთ კვირაში ვეღარ გაძლებ. ინგა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ასე ვფიქრობ, შეიძლება დავისვენო და რაღაც ეტაპის შემდეგ მივხვდე რომ ისევ მინდა. და მე რეთქო, როგორ შეიძლება ახლა ეს არ გავაშუქო რაღაცა. ზუსტად ვიცი რომ დასვენება მინდა. ძალიან დავიღალე. ინგა, ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაფრის მომსწრე ხარ. თითქმის ყველა პოლიტიკური მოვლენის, ხო? ოდესმე მემუარებს დაწერ. დავწერე ადრე წლების წინ ძალიან ბევრი კარგი მოგონება და მე უცებ ვიფიქრე რომ ვისჭირდება ეს ყველაფერი თქო და ვეღარ გავბედე რომ გამესაჯაროვებინა. ძალიან საინტერესო ამბები. ჩემი პროფესიული ხედვიდან თავგადასავალი რა ერთგვარი და ჩემი პროფესიული ამბები, რომელიც ძალიან საინტერესო იყო. ყველა ამბის უკან ჩვენ ხო გადახლართულები ვართ, ესე კიდე ერთხელ ვიტყვი ამ ისტორიას. ნუ ის დღის სინათლეს არ იხილავს. ერთ დღეს უცებ მივხვდი რომ აი მე ვის აინტერესებს. აი რას ვფიქრობ მე, რა ვიცი ხა ძალიან ღრმა სიბერეში თუ მომინდა, მე შეიძლება. შემატე რაღაცები. მგონია რომ ამ ეტაპზე არავის არ აინტერესებს, რას ვფიქრობ მე მთელ რიგ მართლა ვერ გეთანხმები? არა, არ ვიცი, მართლა აი ამ გადმოსახედიდან რას შეცვლიდი შენ ცხოვრებაში? შეცდომებს ხო უშვებთ ადამიანები და აი რას არიზამდი, რას არ გაიმეორებდი? ალბათ ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, რასაც არ გავიმეორებდი, მაგრამ ყოფითიც რა ვიცი, ეხა ამ გადასახედიდან ბევრ რაღაცას შევცვლიდი. უფრო მეც ვისწავლიდი, უფრო მეტი შანსს მივცემდი ჩემს თავს.
ვიდრე მივეცი, ვიდრე ცხოვრება მომცა, უფრო მეტი შანს მივცემდი. მე არ ვარ მშიშა რა ადამიანი, რომელსაც სიახლეების ეშინია, იცი რამდენჯერ დამიწყია ნულიდან. ანუ ძალიან თამამი ადამიანი ვარ და საერთოდაც ვფიქრობ, რომ ახალ-ახალი გამოწვევები ჩვენი ცხოვრება თუ არა გაახალისე და თუ არ შეეჭიდე, ძალიან უინტერესო ხდება მერე. ალბათ ბევრ რაღაცებს სხვანაირად დავგეგმავდი. პროფესიას იგივე ავირჩევდი, იმიტომ რომ ბედნიერებაა, როცა ისე გიყვარს შენი პროფესია, როგორც მე მიყვარს და მიყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დავიღალე, კიდე ერთხელ ვამბობ, საერთოდ ფიქრობ, რომ მართლა მჭირდება დასვენება და შესაძლებელია მერე სრულიად განახლება. და შეცდომები, აი ისეთი საბედისწერო შეცდომა ეკა, რასაც არ გავაკეთებდი, რავი, არ მახსენდება რა. სისულელეები თუ კი რაიმე ჩამიდენია, იყო ჩასადენი, იმიტომ რომ ეგ იყო ცხოვრება. დღეს ხო არის რომ კვდები სიცილით, შეიძლება ისეთ სისულელეები გაქვს რა ჩადენილი, მაგრამ რავი, ეგეც საბედისწერო შეცდომა არ დამიშვია. თუ ვინმესთვის მივნია, ჩემი თავისთვის პირველ რიგში რა, რომელიც ასაკობრივი იყო ყოველთვის. რა არის ბედნიერება? ბედნიერება ჩემთვის არის ის მდგომარეობა, რომელშიც ვარ ახლა. რა მაგარი პასუხი. ხო, ახლა ვარ მე ჩემმა პროფესიამ გამაბედნიერა ამ ომების და ბრძოლების მიუხედავად, დაღლის მიუხედავად, აი წარმოუდგენლად მიყვარს და ისეთი მადლობელი ვარ ღმერთის, რომ აი ეგ გზა გამატარა. ეგ ერთი. მეორე, ბედნიერებაა, როცა ოჯახი ყავს შენი, შვილი, ყველაფერი მაქვს იმისთვის რომ ვიყო ბედნიერი. ხანდახან ვიცი ხოლმე წუწუნი, ცოტა წუწუნი მძლევს ხოლმე, ოღონდ ძალიან ახლო წრეში და რამდენი ამოვიწუწუნებ ხოლმე, ჩემი და არის ძალიან ძლიერი პიროვნება, აი ძალიან ძლიერი და უცებ თავს ჩამარტყავს ხოლმე ერთი სიტყვით, რომ მოკეტე ღმერთმა ყველაფერი მოგცა და ნუ წუწუნებ და მართლა ეგეთი ცხოვრება. ერთადერთი მინდა რომ ძალიან დიდხანს მყავდეს ჯამთელი ის ხალხი, ვინც ჩემი ძვირფასი ხალხია, ჩემი ოჯახი პირველ რიგში. საოცრად კლანური ტიპი აღმოჩნდი, ამას აქში უხდები, აი ოჯახი, შვილი, დედა, დადი, შვილი, რაღაცა სულ სხვა რაღაცეებით ვიღებ სიამოვნებებს, ვიდრე ვიღებდი მანამდე. მაქვს ბევრი სანერვიულო. თავისუფლებაც ის არის, რა გზაც გავიარე. ჩემი თავისუფლებისთვის ვიბრძოდი ყოველთვის. თუ სადმე რაიმე პრობლემა შემქმნია, სწორედ ამ თავისუფლების შეზღუდვას უკავშირდებოდა და ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებიც მიზღუდავენ თავისუფლებას, ან სხვას აიძულებენ, რომ იფიქრონ ისე, როგორც ფიქრობენ ისინი. თავისუფლებაა მათ შორის შენი აზრის თავისუფლება, შენი აზრის გამოთქმის თავისუფლება, შენი მოქმედების თავისუფლება. სულ ვიბრძოდი ამ თავისუფლების და პროფესიაში პრობლემა თუ რამე შემქმნია უკავშირდებოდა ამ თავისუფლებისთვის ბრძოლას. მე ვარ ძალიან თავისუფალი ადამიანი და სხვის თავისუფლებასაც ვცემ პატივს. პოპულარობა ახლაც ისეთივე სასიამოვნოა, როგორც წლების წინ იყო? აუ, თავიდან ძალიან სასია, ხო გითხარი? ანუ თავიდან მეგონა რომ მართლაც თარი ვიყავი ისეთი, რომ აი განცდა რო გაქვს, რომ შენს გარშემო ბრუნავს ყო მქონდა. ეგეთი ეტაპიც მქონდა. ცოტა თავში ავარდნის ეტაპიც მქონდა, იმიტომ რომ პატარა ვიყავი, კიდე ერთხელ ვიტყვი, იმდენის უფლებას ვაძლევდი ჩემს თავს, რასაც ეხლა ვერაფრით ვერ მივცემ. მერე დაიწურა, დაიღვინა, უყურე, შენ როცა გონია, რომ აი ცაში დაფრინავ და მართლა ვარსკვლავი რომ მეგონა ჩემი თავი, ბრახ, უცებ ჩამოვარდი და დავებერტყე ძირს. ანუ პირველად დავკარგე სამსახური. და უცებ აღმოჩნდა, რომ მიჭირს მეორედ დაწყება და შენი წარმოდგენები შენს ყოვლისშემძლეობაზე უცებ სადღაც გაკრა. ვარსკვლავი კი არა. ერთი ბედნიერი ადამიანი ხარ, რომელმაც ღმერთმა მოახვედრა იმ ადგილას და იმ დროს, როცა უნდა მოხვედრილიყო. აი მერე უკვე როცა პირველად მომიწია ახლიდან რაღაცების დაწყება, ძალიან დავაფასე შანსები, რასაც ცხოვრება გვაძლევს და ამას აქში უკვე ძალიან ვუფრთხილდები.
მე ზუსტად ვიცი, რომ ეს არის ჩემი ბოლო ტელევიზია, აღარასოდეს ამ ტელევიზიის იქით მე მედიაში აღარ ვიმუშავებ. ეს ვიცი ზუსტად, ანუ სიახლეები, ტელემიმართულები დავამთავრე. თუმცა ვფიქრობ, რომ როცა ტელევიზიაში აღარ ვიქნები, გავაგრძელებ კიდევ რამე ახალ გამოწვევას დაუსახავ ჩემს. სრულიად რადიკალურად შეიძლება შევცვალო ხო საქმე, რომლითაც ვიცხოვრე. მე მთელი ცხოვრება ამას ვაკეთებ. ჩემი გადაცემის ბოლო შეკითხვას კი დაგისვა. ბატონო. შენი ცხოვრების მთავარი ამბავი რა არის? ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი გამარჯობათ, მე ვარ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, ეგაა ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი. ანუ აი რითი უნდა გახსენდეს ვიღაცას. ხო, შენ თავი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. და ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი, რომელიც ვერ მოვიშორე ვერასოდეს, ადრე როცა დავიწყე გადაცემების კეთება, სულ პირველი პროექტი რო გავაკეთე, ესე იყო რომ მაგალითად მთავარი ამბავი უნდა მოვყვე, ეკა ჩხეიძემ დღეს მთავარი როლი შეასრულა და გამარჯობათ, მე ვარ ჟურნალისტი. მე ამბობდი. მე გაიზარდა და გაიზარდა. მე არ შემილია გრძელი სიტყვის მოკლე თქმა. გრძელი სიტყვა რომ მოკლედ ითქმის, ეგერ ვერ ვისწავლე და გაიზარდა ეს მონოლოგი. გაიზარდა და ბოლოსში ვამბობდი გამარჯობას და დღემდე ვიღაც უცხო ადამიანი რო შემხვდეს, ხო აღარ ვშვები, რამდენი წელია, მაგრამ ვინმე რო შემხდება რომ გავიცნობ და აუ ის რა მაგარია რა ჯერ ყველაფერს მოყვევი და ბოლოში რომ კიდე ისახსო ბოლოში რომ გამარჯობას ხო და ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი ეგაა რომ გამარჯობათ მე ვარ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ეს დანარჩენი არ ვთვლი რომ საინტერესოა ძალიან დიდი მადლობა დროისთვის რომელიც დაგვითმე ძალიან დიდი მადლობა გულწრფელი საუბრისთვის წარმატებას გისურვებ და ესეთი ლაღ ცხოვრებას რომ ახლისკეთების ენერგია გქონდეს. გამარჯობათ. მე შეგახსენებთ ეს იყო ინგა გრიგოლია. თქვენ უყურებდით გადაცემას პირველი სტუდია, მე კვირამდე გემშვიდობებით. დროებით.